საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა აქემენიდების იმპერია, დარიუსის მოღვაწეობა, მისი რეფორმები, რომელმაც გამორჩეული კვალი დააჩნია მთელს აქემენიდთა ისტორიას. აქედან მე ვიტყვი იმას, რომ დარიუსის რეფორმები იმდენად სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად აქემენიდების ისტორიის მთელს მანძილზე აღარ შეცვლა ამ მხრივ არაფერი. ჩვენ შევჩერდით იქ რომ 522 წელს ჩვენს ელთაღრიცხვამდე საკმაოდ დახუნძლული მომენტები დაფიქსირდა აქემენიდების ისტორიაში. ხდება აჯანყება, გაუმატა საჯანყება სპარსეთში, მის ჩასახშობად მოდის კამბიზი, რომელიც გზაში სირიაში გაურკვეველ ვითარებაში კვდება. ასე რომ ტახტი ფაქტობრივად გაუმატას აქვს, გაუმატა გამოდის არა როგორც გაუმატას სახელით, არამედ ცრუ ბარდიას სახელით, მოგეხსენებათ და ბარდია არის კიროს დიდის შვილი, ბუნებრივია მას კიროს დიდის შვილს ეკუთვნის ტახტი. ამაზე ბუნებრივია არანაირი პრეტენზია არ შეიძლება იყოს, თუმცა მოგეხსენებათ რომ ბიბლია ამბობს არ არის არაფერი, რაც არა გაცხადდესო და დამალული არ არის არაფერი, რაც არა გაცხადდესო და სწორედ ამ კუთხით გაცხადდა ერთი ძალიან საინტერესო რამ. ქვეყანამ გაიგო, რომ გაუმატა სრულიადაც არ არის ბარდია და გაუმატა არის აბსოლუტურად სხვა პიროვნება. ამან ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ეხლა როგორ გახდა ეს ცნობილი, ძალიან საინტერესო ამბავია. იწვევდა ის, რომ გაუმატა არ ჩნდებოდა ხალხში. არ ჩნდებოდა ხალხში ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომელიც შემდეგ გაცხადდა. ეს იყო ის, რომ მას ყურები არ ქონა, ანუ მოჭრილი ქონდა ყურები. ეხლა ეს საიდან გახდა საყოველთაოდ ცნობილი? ხარამხანაში ერთი ქალი იყო, რომლის მამაც დიდებული გახლდათ, წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, სწორედ მან გასცა ეს საიდუმლო და ყველა მიხვდა, რომ აქ არ ქონდათ ბარდიასთან საქმე, ქონდათ ელემენტარულად სხვა პიროვნებასთან საქმე. იმასაც ვიტყვი და გაგახსენებთ, რომ ბარდია საოცრად გავდა სახით გაუმატას და სწორედ ეს მომენტებიც იყო ნიშანდობლივი. თუმცა ის რომ დასჯილი, ანუ უყურებო მეფე, ფიზიკური ნაკლით მეფე, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ყურები მოაჭრა მას და ყურებს კი აჭრდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, ანუ იმათ, ვისაც ისეთ სამაგალითოდ დასჯა, ვისი სამაგალითოდ დასჯაც უნდოდათ. ერთი სიტყვით, სწორედ აი ამ ვითარებაში მოხდა ის, რომ იწყება შეთქმულება იმ დიდებულის მეშვეობით, რომელმაც თქვათ ეს შეიტყო, 6 სხვა დიდებული გვარის წარმომადგენელს უხმო, მათ შორის იყო დარიუსი, ვიშტასპის ძე, რომლის მამაც პართიის სატრაპი გახლდათ, მოდიან ექტაბანაში და იქ კლავენ გაუმატას. გაუმატამ მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითმარქვია გახლდათ და ძალიან ისეთი რეზონანსიც ჰქონდა, სხვათა შორის კარგი, აქვე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ტახტზე ავიდა მან ესეთი ბრძანება გამოსცა, რომ 3 წლის განმავლობაში დაპყრობილი ქვეყნები თავისუფლდებოდნენ გადასახადებისგან. ამან რა თქმა უნდა დიდი მხარდაჭერა ჰპოვა, თუმცა ესეთი სეპარატისტული, ასე ვთქვათ, მოძრაობას მაინც ვერ შეუშალა ხელი. ძალიან ბევრი მომხრე ყავდა მას, მაგრამ ერთი რამე იწვევს ერთგვარად ეჭვს, რომ გაუმატას ისტორიაში და მის ცხოვრებაში არის საკმაოდ უცნაური ეპიზოდი. ეპიზოდი იმისა, რომ იგი ანგრევს არსებულ ტაძრებს. ბუნებრივია ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს პატევს. საკითხავია, რატო ჭირდება მას ამ ტაძრების დანგრევა.
ანუ რასთან გვაქვს საქმე, თუ კი ის ბარდია არის და იცავს მემკვიდრეობის პრინციპს, მაშინ როგორ ჯდება ეს ლოგიკის ჩარჩოში. აი ამ ცოტა უცნაურ სიტუაციას ფაქტობრივად ნათელი მოჰფინა ჰეროდოტემ, რომელიც მეანიშნებს, მე ციტატას მოგიყვანთ ჰეროდოტეს თხზულებიდან, ისტორიიდან, რომ ძველ სპარსელებს ადრე წესად არ ჰქონიათ ქანდაკებების, ტაძრებისა და საკურთხევლების აგება. ის, ვინც ამას აკეთებდა, სპარსელების სულელებად თვლიდნენ, რადგანაც მათ მიაჩნდათ, რომ ღმერთებს ადამიანის ბუნება აქვთ. ჰეროდოტე აქვე გვამცნობს, რომ სპარსელებს წესად აქვს ზევსისადმი მსხვერპლშეწირვა, ზევს ცის მთელს კაბადონს უწოდებენ. ადიან მაღალ მთაზე და მსხვერპლსაც იქ სწირავენ. ამგვარი რიტუალი სრულდება მზის, მთვარის, დედამიწის ცეცხლის, წყლის, ქარის პატივსაცემად. ასე რომ იმ ძველი ტრადიციული რელიგიის თანახმად ტაძარს არანაირი ფუნქცია არ აქვს. როგორც ჩანს, გაუმატას გამოსვლა არ არის მარტო სახელმწიფო გადატრიალება, ის იდეოლოგიური ბრძოლაც არის და სწორედ ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ პროცესები გაუმატას სიკვდილით არ მთავრდება. როდესაც დარიოსი კლავს გაუმატას შეთქმულებისას, ის პროცესები ბუნებრივია არსებობს და ეს დაპირისპირება არსებობს. ასე რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება დარიოს იმისათვის, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი პრობლემა მოაგვაროს და წერტილი დაუსვას აი ამ ძალიან არეულ სიტუაციას. 521 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე აქემენიდების ისტორიაში ერთგვარი გარდამტეხი თარიღია. საქმე ის არის, რომ 9 ბრძოლა დასჭირდა დარიოს იმისათვის, რომ ეს აჯანყებები ჩაიხშო. აჯანყებები მოხდა სხვათა შორის სომხეთშიც, იყო ბაბილონი, იყო ფინიკია, სომხეთს განსაკუთრებულად უსვამ ხაზს, იმიტომ რომ 521 წელი ეს არის პირველი ასე ყველაზე ადრეული მოხსენება სომხებისა მსოფლიო ისტორიაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 521 წელი. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგა დარიოსი. მან გადაჭრა ის პრობლემა, აღადგინა ფაქტობრივად მთელი ის იმპერია, რომელიც თავის დროზე კიროს მეორემ შექმნა და ბუნებრივია საქმე ამით არ დასრულებულა. სრულიად სხვა რეალობაში დაინახა ეს ყველაფერი. საქმე ის გახლავთ, რომ და მანამდე მინდა კიდევ ის ვთქვა, რომ 519 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც მან მიიღო ეგვიპტის ფარაონის ტიტული. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის იმპერიული, ასე ვთქვათ, მთლიანობა შენარჩუნებულიყო და უпростоრეთ აღდგენილიყო ზოგიერთ შემთხვევაში განდგომილი ტერიტორიები შემოერთა. ეს ძალიან დროის მცირე მონაკვეთში ხდება. ფაქტობრივად ამას 3-4 წელი დაჭირდა. და ასე დროს მან კარგად დაინახა, რა ჭირდებოდა ამ იმპერიას. ამ უდიდეს ძალას, უდიდეს, ასე ვთქვათ, მონსტრს, როგორ შეიძლებოდა მისი მართვა. ბუნებრივია დაინახა იმის საჭიროება, რომ გარკვეული რეფორმების გარეშე ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა. პირველი რეფორმა, რომელსაც ის ანხორციელებს, ეს არის ადმინისტრაციული რეფორმა, როდესაც სატრაპიებად დაყო ქვეყანა. სულ 20 სატრაპია გახლდათ, სატრაპიებს სათავეში სატრაპები ედგათ. აქ აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ დარიოსმა წესად შემოიღო, რომ სატრაპის თანამდებობას ტომით სპარსელს აძლევდა. ამას მე ხაზს იმიტომ უსვამ, რომ ადრე ესეთი წესიც იყო დარიოსისა და უпростоრეთ კიროსისა და კამბიზის დროს, რომ ხშირად უცვლელად ტოვებდნენ ხოლმე იმ ადათ წესებს, უცვლელად ტოვებდნენ ზოგიერთ შემთხვევაში მმართველობის ფორმებსა და თვითონ სამეფო დინასტიასაც კი. ამ შემთხვევაში დარიოსმა წესად შემოიღო, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტომით სპარსელი სატრაპი. სატრაპს ევალებოდა სამოქალაქო ურთიერთობების დამყარება და სამოქალაქო პრობლემების მოგვარება. ის იყო ასევე უმაღლესი მსაჯული
მას ევალებოდა ხარკის აკრეფა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ხარკის აკრეფის თვალსაზრისით ერთგვარი პრიორიტეტი ჰქონდა სპარსულ ტომებს და ირანული წარმომავლობის ტომებს. მაგალითად, სპარსელები საერთოდ გათავისუფლებული იყვნენ ხარკის გადასახადისაგან, რაც შეეხება მიდიელებს, რომლებიც სპარსელების ნათესავები არიან მოგეხსენებათ, ისინი მხოლოდ 450 ტალანტს იხდიდნენ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად იგივე ბაბილონისთვის იყო გადასახდელი 1000 ტალანტი. აი ასეთი პროპორციიდან და ასე სუბიექტურად უდგებოდნენ საქმეს. ამის შემდგომ ბუნებრივია დადგა საკითხი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ერთიანი რეფორმები უნდა გატარებულიყო. უდიდეს პრობლემას ქმნიდა ის, რომ სხვადასხვა განვითარების საფეხურზე იმყოფებოდნენ ის ხალხები, რომელსაც აქემენიდური ირანი აერთიანებდა. ერთი მხრივ იყო ვთქვათ ბაბილონი, სირია, იგივე ეგვიპტე, მეორე მხრივ იყვნენ არაბები, რომლებიც ფაქტობრივად ძალიან დაბალი დონის, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით იმ პერიოდისათვის დაბალი დონის განვითარების საფეხურზე იმყოფებოდნენ. კანონთა კოდიფიკაციის პრობლემა დადგა აქ. უნდა შემოღებულიყო ერთიანი კანონი, რომელიც ერთნაირად იქნებოდა მისაღები როგორც ერთი ისე მეორე მხარისთვის. უნდა ისიც ვთქვათ, რომ დარიოსი აქ ხელმძღვანელობს ძალიან ჯანსაღი პრინციპით და იმ პერიოდისათვის ნიმუშად მიღებული და ნიმუშად მიჩნეული ბაბილონური სამართლით საზრდოობს და ფაქტობრივად ბაბილონური სამართალი არის ის საფუძველი, რომელზეც ის აგებს თავის საკანონმდებლო საქმიანობას. ამის შემდეგ დადგა ჯერი ფინანსური რეფორმისა. ერთიანი ფინანსური სივრცე უნდა შექმნილიყო, ერთიანი მონეტა უნდა ყოფილიყო მოჭრილი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. დარიოსი ჭრის ახალ მონეტას, ეს არის დარიკი, ოქროს მონეტა გახლავთ და ჭრის ასევე ვერცხლის მონეტას, სიკლი არის ასეთი მონეტა. ეს ფაქტობრივად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან მოხმარების თვალსაზრისით. იმდენად, რამდენადაც დარიკების მოჭრის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა, რამდენადაც მაშინ როცა იგივე სიკლს, ვერცხლის მონეტას ჭრიდნენ ადგილობრივი მმართველები. ფაქტობრივად ამით დარიოსი აძლევდა გარკვეულწილად ერთგვარ დამოუკიდებლობის საშუალებასაც დაპყრობილ ხალხებს. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ არამეული ენა გამოცხადდა საკანცელარიო ენად. ესეც რეფორმებში ძალიან ისეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სამხედრო რეფორმა შემდგომი, ასე ვთქვათ, მისი საქმიანობის გამორჩეული მომენტია. სამხედრო რეფორმებისას შეიქმნა ესეთი ოლქები, სამხედრო ოლქები, რომელსაც ტოპარქიები ეწოდა. ტოპარქიების სათავეში იდგა მხედართმთავარი. ისიც მინდა ვთქვა, რომ საერთოდ დარიოსი ზრუნავდა იმაზე, რომ ერთგვარად გამიჯნულიყო სხვადასხვა თანამდებობები, მაგალითად სატრაპი და მხედართმთავარი. უმეტესწილად ეს ამას ახერხებდა, ზოგჯერ ეს ხერხდებოდა, ზოგჯერ არ ხერხდებოდა, თუმცა იდეაში ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვის თანამდებობები იყო. ერთი მხრივ მხედართმთავარი და მეორე მხრივ სატრაპი. აქვე ვიტყვი იმას, რომ სამხედრო საქმიანობა გახლდათ ირანელ ტომთა ასე ვთქვათ თავარი სფერო, თავარი საქმიანობის სფერო და ის მიწები, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, ამუშავებდა სხვა დაქირავებული ხალხი. საგულისხმოა ისიც, რომ უკვდავ მეომართა რაზმი 10,000-იანი რაზმი იყო მათ განკარგულებაში, რომლის ფუნქციაც იყო მეფის დაცვა. აღმშენებლობის თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერია დარიოსი. დედაქალაქი გახლავთ პერსეპოლისი ამ დროს
და აპადანის სასახლე იმ პერიოდის ესეთი გამორჩეული სასახლე გახლავთ, რომელსაც დანიშნულება ჰქონდა, რომ მეფეები აქ მიღებას მართავდნენ. შემორჩენილი არის ძალიან საინტერესო ბარელიეფი, სადაც გამოსახულია ძალიან ისეთი დამახასიათებელი იმ პერიოდისათვის ეპიზოდები, როგორ მიაქვთ ხარკი 33 ხალხს დარიოსისათვის. ისიც არის აღსანიშნავი, რომ ეს ქალაქი აშენებული იყო ბორცვზე, ტერასაზე და საკმაოდ ისეთ შთამბეჭდავ სიტუაციას და შთამბეჭდავ სურათს ქმნიდა. სასახლე აპადანისა იყო საოცრად ესეთი დიდი, მასშტაბური, 10,000 კაცი ეტეოდა ამ სასახლეში და 72 სვეტზე იყო დაფუძნებული ის სახურავი, ხის სახურავი სხვათა შორის, რომელიც გრანდიოზულ იერს ქმნიდა. აღშენებლობითი საქმიანობის თვალსაზრისით ასევე საინტერესოა სუზას ტაძარი. ეს ტაძარი მეტად საგულისხმო და მეტად საინტერესოა იმით, რომ ის შენებლობაში მთელი იმპერია, მთელი ასე ვთქვათ, აქემენითა იმპერია იღებს მონაწილეობას. ყველა ოლქი იღებს მონაწილეობას, ზოგს ვთქვათ, სპილოს ძვალი ჩამოაქვთ ეთიოპიიდან. ეგვიპტელები ბარელიეფებს იყვანენ, ქვისმთლელები, მიდიელები არიან, საძირკველს თხრიან, ვთქვათ, ბაბილონელები და ასე რომ ყველა იღებს მონაწილეობას აი ამ ტაძრის შენებლობაში და ეს ფაქტობრივად სუზას ტაძარი არის ერთიანი აქემენიდური იმპერიის სიმბოლო. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლდათ სუეცის არხის მშენებლობა, რომელიც დარიოსის სახელს უკავშირდება. სუეცის არხი იყო ის საშუალება, რომელიც უახლესი გზით, ესეთი უმოკლესი გზით აკავშირებდა ერთმანეთს სპარსელსა და ეგვიპტეს. უნდა ვთქვა ის, რომ ჯერ კიდევ 1500 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტის დედოფალი ხატშეპსუტი იყო ინიციატორი აი ამ არხის გათხრისა, თუმცა ჟამთავითარებამ თავისი დაატყომას ამოიხსო ქვაღორღით, შემდეგში რამოდენიმე ფარაონი ცდილობს რომ აღადგინოს ეს არხი, მაგრამ უშედეგოდ და ის რაც იმ ფარაონებმა ვერ დაასრულეს, დაასრულა დარიოსმა და საკმაოდ მნიშვნელოვანი კომუნიკაციის საშუალება შეიძინა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ასეთი დიდი იმპერიის მართვისათვის კომუნიკაციების გამართულ მოქმედებას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. აი ეს გახლდათ დარიოსის აღშენებლობითი მოღვაწეობა და ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, როგორ გონიათ, აი ამის გამკეთებელი კაცი რა სახელით შევიდა სპარსელთა ცნობიერებაში. მას მეწვრილმანე უწოდეს. და რატომ უწოდეს მეწვრილმანე? უწოდეს იმიტომ, რომ მან ხარკი შემოიღო, გადასახადი შემოიღო. ანუ ფაქტობრივად მისი წინამორბედები კამბიზი და კიროსი ძღვენს იღებდნენ და მან ხარკი შემოიღო აი ამ ძღვენის საპირწონედ. სხვათა შორის მინდა ისიც გითხრათ, რომ ძვნის კმლელი კამბიზი უფალის თიკუნით არის შესული სპარსულ ცნობიერებაში, რაც შეეხება კიროსს, რომელზეც ბუნებრივია არანაირი პრეტენზია არ შეიძლება იყოს არც ერთი მხრიდან, მას მამას უწოდებენ. აი ასეთ სიტუაციაში ფაქტობრივად განმტკიცდა ის შინაგანი იმპულსები, რამაც კიდევ უფრო მობილიზებული გახადა ერთიანობა აქემენიდების იმპერიისა და მინდა ვთქვა ის, რომ უკვე დარიოსი ხედავს, რომ რატომღაც ეთყობა შინაგან პოტენციალს გრძნობს, რომ გააფართოოს დაპყრობითი პოლიტიკა, ლაშქრობს ინდოეთის მიმართულებით, მდინარე ინდის ხეობამდე აღწევს ის
და ევროპაშიც გადადის. პირველი, ასე ვთქვათ, მისი შეხება ევროპასთან იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 515 წელს თრაკიელ ტომებს იმორჩილებს, თრაკიელი ტომები სახლობდნენ თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე. 2 წლის შემდეგ 513 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დარიოსი ლაშქრობს კიდევ ერთხელ ევროპაში, ამჯერად სკვითებთან მარცხს განიცდის. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წელს დარიოსის წინააღმდეგ გამოდიან ბერძნული ქალაქები, რომლებიც წინა აზიაში იყვნენ. წინა აზიის ბერძნული ქალაქები და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ის გახლავთ, რომ ბერძნულ ქალაქებს ეოლად კი მოუვლიდა დარიოსი, მაგრამ ამ ბერძნებს მხარი დაუჭირა და აშკარად ესეთი თანაგრძნობა გამოუცხადა ათენმა. ამან კი სულ სხვა რეალობა შექმნა. დარიოსისათვის ცხადი გახდა, რომ თუ კი მას უნდოდა საკუთარი იმპერიის ფარგლების შენარჩუნება, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ საბერძნეთის პრობლემა მოეგვარებინა. ანუ ერთადერთი გზა ამ პრობლემის მოგვარებისა იყო, რომ გადასულიყო ევროპაში და საბერძნეთი დაეპყრო. სწორედ ამით იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი მსოფლიო ისტორიისა, ბერძენ-სპარსელთა ომებისა, რომლის შესახებაც ჩვენ შემდგომ გაკვეთილში გესაუბრებით. უკმესი მადლობა, ნახვამდის.